ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლავთ დავით წერეთელი, ანალიტიკოსი. ბატონო დავით, დიდი მადლობა რომ მოგზანდით და ძალიან დიდი ბოდიში რომ გალოდინეთ და ესეთი გაუთვალისწინებელი რამ მოხდა, ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი დრამის. რა თემაზე მინდა რომ ვისაუბროთ ბატონო დავით? ეხლა 2022 წლის ის ამომიგდო ზუსტად ეს მეხსიერება კარგი რამეა, ხო, იმის სოციალური ქსელების, რომ ენტონი ბლინკენი, მაშინდელი სახელმწიფო მდივანი ამერიკის შეერთებული შტატების მოგვიწოდებდა, ასეთ რამეს გვეუბნებოდა, რომ დაჟინებით მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას ყველა საშუალებით დაეხმაროს უკრაინას და რაღაცა აღკვეთოს რუსული თვითნებობები და დაუპირისპირდეს რუსეთს. ხა ეს როგორ უნდა მოეხერხებინა საქართველოს, მე არ ვიცი, ბუნებრივია, მაგრამ ენტონი ბლინკენი ყოველ შემთხვევაში ამისკენ მოგვიწოდებდა. ამის პარალელურად ჩვენ გავიგეთ სულ ახლა რამდენიმე თვის წინათ, როდესაც ჯეფრი საქსი გამოვიდა ევროპარლამენტარების წინაშე, რომ მის ისაუბრა 2021 წლის დეკემბერში სალივანს, ის იყო უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველი თეთრი სახლის ადმინისტრაციის და უთხრა, რომ ეთქვა საჯაროდ, რომ არაპირებდნენ უკრაინის მიღებას ნატოში, იმიტომ რომ ეს გამოიწვევდა ომს. სალივანმა უთხრა, რა თქმა უნდა, უკრაინის მიღებას არ ვაპირებთ ნატოში, მაგრამ როგორც ჯეფრი საქსი ამბობს და რადგან სალივანს არ უარყვია, ესე იგი მართლაც იყო ეს საუბარი მათ შორის, ისაუბრეს ამ თემაზე, რომ ამას ხმამაღლა ვერ ვიყოთ, მაგრამ ნუ ღელავო, ჯეფრი საქსი უთხრა, ომი არ იქნებაო. ჩვენ ვიცით, თქვათ, როგორ დამთავრდა 2008 წელს ეს რუსეთ-საქართველოს ომი და ნამდვილად რუსეთი დაესხა თავს საქართველოს, ეს ხა ფაქტია და ნამდვილად რუსეთი არის ოკუპანტი, მაგრამ ჩვენ ასევე შემდეგ ვიცით, როგორ დაიწყო გადატვირთვა ურთიერთობების. ამერიკის შეერთებულ შტატებმა, ევროკავშირმა, მე მახსოვს მაგალითად ყავას როგორც სვამდნენ მაკრონი და პუტინი. ხო, ეს რაღაც სიამტკბილობდნენ რაღაც ძალიან ფრანგული იმითი, როგორც ახლა მაგალითად ისე არ ეხვეოდა, როგორც ახლა ზელენსკის ეხვევა მაკრონი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში საკმაოდ თბილი დამოკიდებულება ხო ფინჯა ყავას ფონზე და თანხლებით. ჩვენ ასევე ახლა ვხედავთ რა ხდება უკრაინაში, როგორ საბრძოლო მოქმედებები და საერთოდ როგორი მსხვერპლი ზარალი განიცადა ამ ქვეყანამ და ასევე რა თქმა უნდა რუსეთი დაესხა მას თავს, მაგრამ ამის პარალელურად იმავე პროცესს ვაკვირდებით, რომ გადატვირთვის მცდელობა არის ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთს შორის ურთიერთობის. ამ იქნება შთაბეჭდილება, რომ ისინი ერთმანეთს უპირისპირდებიან, შთაბეჭდილება კი არ იქნება, არამედ უკვე აშკარად გამოჩნდა, უპირისპირებიან ჩვენნაირი ქვეყნების ხარჯზე და შემდეგ გადატვირთავენ ურთიერთობას მშვიდობის მისაღწევად იმ დრომდე, სანამ ჩვენნაირი ქვეყნების ხარჯზე ისევ არ გამწვავებენ და არ შეეცდებიან საკუთარი ინტერესების გატარებას. აქედან გამომდინარე, რაზე შეიძლება ესაუბრა ტრამპსა და პუტინს, მესმის რომ უმადური საქმეა პროგნოზები და ვარაუდები, მაგრამ ფაქტია რომ არა მხოლოდ უკრაინაზე და უკრაინა არ არის ცენტრალური ადგილი. ადგილი კი არა საკითხი, რომელშიც იკვეთება რუსეთისა და შეერთებული შტატების ინტერესები. თქვენი ვარაუდით რა თემები არის მნიშვნელოვანი და ამას მიუწევს ხალხის მარკო რუბიოს გამოსვლისას პრიორიტეტები, ჩამონა მე შეთეთო მერვე იყო უკრაინის საკითხი და ეს მაფიქრებინებს რომ ისინი ერთმანეთს ელაპარაკებიან არა უკრაინის, არამედ იმ პროცესების გამო, რისთვისაც დაიწყო უკრაინის ომი. და რა პროცესებია ეს თქვენი აზრით? მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. ესე იგი, ჩვენ რომ ეს გავარჩიოთ, ცოტათი უკან დაბრუნდეთ და რაღაც მომენტებს შევხედოთ. აი მაგალითად მარკო რუბიო, ვინ არის მარკო რუბიო? მარკო რუბიო თავისი ბუნებით, თავისი ბიოგრაფიით და ისტორიით არის სერიოზულად ანტიკომუნისტი და სერიოზული რუსოფობი. მისთვის რუსეთთან ურთიერთობის გადატვირთვა და ასე შემდეგ არის წარმოუდგენელი, მაგრამ დღეს ჩვენ რასაც უყურებთ ყველანი ერთად, ამას პირობითად შეიძლება დავარქვათ პუტინისთვის სახის შენარჩუნების ოპერაცია მოქმედებაში. რატომ ხდება ახლა ეს ყველაფერი? არავისთვის ცნობილი არ არის, რომ ტრამპი და ის ჯგუფი, რომელიც მოვიდა ხელისუფლებაში, მისი ასე ვთქვათ დამოკიდებული და ეგრეთ წოდებული გეშეფტნაია დიპლომატია არსებობს ესეთ თემა, რომელიც არის ორიენტირებული მხოლოდ მოგებაზე. გამომდინარე იქიდან, რომ უკრაინაში, ჩვენ წინა გადაცემაში ვისაუბრეთ, უკრაინაში ტრამპმა და ამერიკის შეერთებული შტატების გარკვეულმა ჯგუფებმა მიაღწიეს იმას, რაც ჭირდებოდათ, მათ შორის ეს წიაღისეული და ასე შემდეგ და კიდე ჭირდებათ ენერგეტიკა და სხვა დანარჩენი და ეხლა დგას რიგში რუსეთი. რუსეთი, რომელიც განუზომლად დიდარია. მიიღო ამერიკის შეერთებული შტატები, ყველაზე წაუგებელი. კი ბატონო, ესე თამაშობენ ყოველთვის ენერგი. რასაკვირველია, თქვენ აბსოლუტურად მართალით ვით იმ ქვეყნების ხარჯზე, რომელიც სამწუხაროდ ახალი გეოპოლიტიკური ვითარება დგება, მსოფლიო ახალი გადანაწილებას უყურებთ ყველანი ერთად და ვფიქრობ აუცილებელია რომ ჩვენ მოვახერხოთ ისეთ სიტუაციაში მოხვდეთ, რომ არ დავინგრეთ და არ გავნადგურდეთ და ასე შემდეგ. გარკვეულწილად ჩვენი ხელისუფლება გარკვეულწილად, რასაც აკეთებს, არ არის, თქვათ, ჭკუას მოკლებული და ცუდი არ არის. ახლა რას აკეთებს ტრამპი?
ტრამპს აუცილებლად სჭირდება რუსეთთან ურთიერთობა და ტრამპს იმედი აქვს რომ შეძლებს რუსეთთან ურთიერთობის ისე გადალაგებას, რომ ის რუსული ბუნებრივი სიმდიდრეები, რომლებიც დღეს ფაქტიურად არის რუსეთის ხელში, მაგრამ ვერ მიდის ვერსად ისე როგორც უნდა მიდიოდეს. უომრად მოხდება. უომრად მოხდება მის ხელში, ეს ღია უკვე ამას ნებისმიერ ადამიანს შეუძლია თუ კი აინტერესებს ნახოს, რაზე არის საუბარი. ტრამპი თავაზობს, რომ კი ბატონო, დაგიბრუნებთ ამ პრემიუმ ბაზრებს თქვენს, ასე ვთქვათ, ნავთობი, გაზი, ალმასები და ასე შემდეგ, ოღონდ დისტრიბუცია იქნება ამერიკაში. წილში ჩამს. არა, დისტრიბუცია პლუს ამასთან ყველაფერთან ერთად. ეხლა ჩვენთან სამწუხაროდ ამას არ აქცევენ ყურადღებას, არა და ძალიან სერიოზული საკითხია. მაგალითად, ჩინეთი რა ფასში იღებს რუსულ გაზს, იცით? ძალიან იაფად იმ ფასში, რასაც რუსეთი აწვდის საკუთარ მოსახლეობას. და იმაზეც კი ესაუბრებიან, რომ უფრო დამიკელიო ეს ფაქტურად ძარცვაა რუსეთის დღეს. იმიტომაც არის გაზპრომი ისეთ მდგომარეობაში, რომ გაკოტრების პირას არის. ეს თუ მოხდა და ამის დიდი სურვილი აქვს, რატო ხა? ეს არის არამხოლოდ ტრამპის გადაწყვეტილება, მთლიანად ამერიკის ელიტის. ერთი წამით რო წარმოვიდგინოთ, რომ თუ ამერიკელებმა ეს ხელიდან გაუშვეს და რუსეთი საბოლოო ჯამში ისედაც უკვე ძალიან არის მიმული, მაგრამ ჩაუვარდა მკლავებში ჩინეთს. საერთოდ ხო უნდა წარმოვიდგინოთ ესეთი ვარიანტი. ერთად წარმოვიდგინეთ, ჩინეთი ესეთი უნარიანიერი ხა, ჩემი უზარმაზარი პატივისცემა ვთქვათ, სხვა ერებსაც და ასე შემდეგ, მაგრამ ჩინეთი ეს არის მსოფლიო, ეს არის ცალკე ცივილიზაცია, ეს არის მსოფლიო ქარხანა, რომელმაც რომ შეძლოს რუსეთის დამსრობის ფონზე წამოიღოს მათი ბუნებრივი რესურსები, გაზი, ნავთობი და არა, ეს იქნება მონსტრი, ვერანაირი ამერიკა, ევროპა და ვერავინ მათ წინააღმდეგობას ვერ გაუწევს. აქედან გამომდინარე, ტრამპი მაქსიმალურად ცდილობს და ის ელიტა, რომელიც მის ზურს უკან დგას, რომ მაქსიმალურად იქნებ როგორმე პუტინი მიიყვანოს იქამდე, რომ ძალიანაც არ ჩაუვარდეს ჩინეთს და მიცეს მას საშუალება, რომ გამოიყვანოს აქეთ და წაიყვანოს თუ გნებავთ ისენ პრემიუმ ბაზარზე, აქ ევროპის პრობლემა ჩდება შემდგომში, მაგრამ თვითონაც მიიღოს უზარმაზარი ბონუსი აქედან და ფაქტიურად სერიოზული ბუნებრივი რესურსები ჩაიგდოს ხელში, მაგრამ აქაც პრობლემები ჩდება, იმიტომ რომ აქ ნავთობი, ეს სხვა თემის საკითხია, იმიტომ რომ ამერიკაშიც არის ნავთობის წარმოება, ასე ვთქვათ, რომელიც სიტყვაზე $60 ქვევით რო ჩამოდის ნავთობი, ის არარენტაბელური ხდება. როგორც ყველგან, კი არა, ეხლა საუდის არაბეთი და ემირატები იქ $5-6-ია. იქ გაურაცხელი რაოდენობა. ჩვენთან კიდე არის მომენტები, ყველა $48-ია ამბობენ რუსეთის მიერ ნავთობის ფასი. $48 არ არის მოპოვების ფასი. ეს არის ბოლომდე მიტანილი უკვე რო ტრანსპორტირებისთვის. მოპოვების ფასი არის დაახლოებით $18-20 რუსეთის ნავთობის, მაგრამ დანარჩენი მე ემატება, იმიტომ რომ უზარმაზარი ქვეყანაა, დიდი ლოგისტიკური მხარეა და ასე შემდეგ და ხო, კარტელი და ძალიან ძიმე ვითარებაში ვარდებიან და აქედან გამომდინარე ტრამპი მაქსიმალურად ცდილობს, რომ პუტინთან ურთიერთობა არ გაიფუჭოს და არ დაძაბოს და აძლევს დროს იმისათვის, რომ გონს კი არ მოეგოს, ასე ვთქვათ, სახე შეინარჩუნოს ისე, რომ თავის მოსახლეობას მიყიდოს ეს სიტუაცია ისე, რომ მან ავად თუ კარგად რაღაცა წარმატებას მიაღწია უკრაინაში. ხა რეალურად რო შევხედოთ, რა მოხდა? რუსეთმა ხო ფაქტიურად სერიოზული მარცხი განიცადა, რო შეხება. მაგრამ აი ბატონო, როგორც სამხედროები ამბობენ, როცა მე ვუსმენ, მე ვცდილობ ვიყო მე მიჩნდება, მე ხა სამხედრო დიდი სტრატეგია არ ვარ, რა თქმა უნდა და სამხედრო საქმეშივე, მაგრამ ლოგიკა ხო არსებობს. მე მგონია, რომ მაინც რუსეთისაც არ უნდა ბოლოს და ბოლოს თუ აქვს ეს რა დაბომბავდა, თქვა იავარქმნი და რუსეთიც ვაჭრობს. საკვირველია. მე მაგას გულისხმობ, მას არ ენარება თავისი მოსახლეობა და რუსეთიც ვაჭრობს, ამიტომ მიიწევს ნელა, იმიტომ რომ ეს ათავისუფლებს სივრცეს ვაჭრობისთვის და აი რას თქვენ თქვით, ეხლა ამან მე ცოტა შემაშფოთა ჩვენი ევროპელი პარტნიორების არ იყოს, იმიტომ რომ გამოდის რომ მე მესმის რომ ტრამპს უნდა შეუნარჩუნოს, ანუ ამერიკის შეერთებულ ელიტას ასე ვთქვათ, შეუნარჩუნოს სახე რუსეთს, იმიტომ რომ ჩინეთი არ შეიქმნა ძალიან დიდ მტრად, მაგრამ იმავდროულად ეს კოზირიცაა რუსეთის ხელში, ამერიკის ეს სურვილი. კი ბატონო, გარკვეულწილად კოზირი არის, მაგრამ აქ ხდება მეორე ვარიანტი თქვენ შემოგულეთ. გარდა იმისა, რომ ტრამპი არსებობს, ამერიკის შეერთებული შტატები არ არის რუსეთი. ან რაიმე ავტოკრატიული ქვეყანა. ეს არის აბსოლუტურად სხვა ქვეყანა, რომელიც დაბალანსებულია ყველა მიმართულებით. თუ ტრამპმა გააგრძელა ეს, დიდი ხანი ვეღარ გააგრძელებს. ჩვენ გვაქვს რამოდენიმე თვესაც არ ვიტყვი, რამოდენიმე კვირის თემაა, შემდგომში ტრამპმა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. წინასწინააღმდეგ შემთხვევაში მოუწევს სერიოზული აი რა გადაწყვეტილება, რას ამბობ? რუსეთთან მიმართებაში, ან რუსეთი უნდა დათანხმდეს ტრამპის წინადადებას, რაზეც დიდი ალბათობით ვფიქრობ, რომ დათანხმდება, რომ ომი უნდა შეწყდეს. იმ პირობებით, რომელსაც არის საუბარი, ის რუსების ის ხაწელკები ბოდიშვიხტი ამ სიტყვის გულისთვის, რომ ეს მინდა, ეს არის ზღაპარი, ეგ არ მოხდება. ამას რუბიოს ნათქვამიც მოწმობს და არც საშუალება ძალა არა აქვს იმისი, რომ ეს ყველაფერი წაიღო. აქედან გამომდინარე, ტრამპი ვერ დაუპირისპირდა, აი
ლინსი გრემია იქ ერთ-ერთი შემოქმედი ამ სიტუაციების. ადამიანი რომელმაც ეს მის ოფისში დაიწერა ეს სანქციებზე რო არის თუ ის 500%-იანი მეორადი სანქციები და ასე ღმერთმა დაიფაროს რომ გამოვიდეს რუსეთს გადაამტვრევენ წელში. ისეთი რამე შეიძლება დაემართოს და არც პუტინს არ აწყობს დიდი ალბათობით. დიდი ალბათობით არ აწყობს რა შეიძლება სიტუაცია. პუტინი იქამდე არის, მაგრამ სანამ ხელისუფლებაში. რა თქმა უნდა. პუტინი ხელისუფლებიდან თუ გამოვიდა, მას ძალიან სულად სწავლა საქმე და ყველაზე კარგად მას ესმის და ისიც ესმის რომ სერიოზულ დაპირისპირებაში ამერიკის შეერთებულ შტატებთან ის შეიძლება საკუთარ ელიტამ ძალიან სულად ასე ვთქვათ მოუტრიალოს ეს ამბავი. ამიტომ პუტინსაც ჭირდება ეს სიტუაცია, მას გარკვეულწილად შიშები და პრობლემები, იმიტომ რომ ეხა მილიონი შეიარაღებული ადამიანი ამხელა არმია, ამხელა რესურსი ეს რომ მოტრიალდეს და შიგნით ჩამოიყვანა ამას, აბატიეთ, მაგრამ სტალინი არ არის რა. რომ ამხელა სიტუაცია დაალაგოს და მართოს, ძალიან რთული იქნება. მით უმეტეს ხალხი, რომელმაც იომა ამდენი ხანი, რომელსაც იდეა ფიქსი აქვს, რომ ისინი რუსეთს იცავდნენ თუ არა, ეს სხვა თემაა. ისინი ასე ფიქრობენ. ისინი მიჩვეულები არიან სერიოზული ფულის გადახდას. ეკონომიკაში უკვე პრობლემებია, ხა არაერთხელ მithkos ვკითხულობ ხოლმე რა, ის ფონდ ნაციონალურ დასტაიანია აქვს რუსეთს, 9 ტრილიონი რო ქონდა, 3 ტრილიონი არის დარჩენილი. ეს იმ ფონდზე როდესაც დეფიციტია 6 ტრილიონზე მეტი უკვე რუსეთის ბიუჯეტის პირველ კვარტალში. 1.4%-ზე ჩამოვარდა ВВП 4.5-დან. ხა ამას ფულს ხო უნდა გადახდა ყველა. რა თქმა უნდა. ძიმე ვითარებაში არიან და ამიტომ მე ფიქრობ, რომ ტრამპის წინადადებას დათანხმდება. თუ ტრამპმა გააგრძელა კიდევ ხო ის რეიტინგი ამ ხელაზე დაუვარდა რა ტრამპს ეს. პრობლემაა მისთვის ახლა კაც პოლიტიკოსია და პოლიტიკაშია და ფიქრობს რომ მაქსიმალურად სწორედ წაიყვანოს. ძალიან ბევრი მარცხი განიცადა რა. აი ძალიან ბევრი სამწუხაროდ და ეხლა ფიქრობს რომ ეს არის ერთ-ერთი ვარიანტი იმისი რომ მან გაიმარჯვოს ამ რუსეთ-უკრაინის თემაში და ამას ჭირდება ასე ვთქვათ რომ პუტინი დაითანხმოს ამას და პუტინს დაითანხმოს და პუტინი თვითონ შავ დღეშია იმიტომ რომ ორ ცეცხლ შუა არის ჩინეთი და არის ამერიკის შეერთებული შტატები რომელიც ორივე მასთხოვს. აღარ იცის რა გააკეთოს და როგორ მოიქცეს რეალურად, მაგრამ გამოსავალი არსებობს. ჩინეთს ამერიკის მოლაპარაკებები ხა 9 მაისკერა ჩინეთ მოლაპარაკებები მიმდინარეობს უკვე 2 თვეა და მეტი კიდე. კი. თვითონ აი ჩინელები აი ეს რიადში მოლაპარაკებების დროს იქვე მოძრაობდნენ ისინიც იყვნენ ამ პროცესში. ჩვენ არ ვიცით უბრალოდ. ჩინელები პირდაპირ ამბობენ რომ ჩვენ ხა იცით არსებობს სამხედრო საქმეში არსებობს ეს მომენტი, აი როგორ არკვევენ ვისი ქობინი გავარდა ვთქვათ არტილერიიდან რა. კოსმოსიდან ჩანს ფერები. სხვადასხვა ქვეყანაში წარმოებული ქობინები სხვადასხვა ფერად ანათებს კოსმოსიდან. კოსმოსში ყველაფერი ჩანს, ესენი რომ ვერ პოულობენ ვერაფერს. ყველამ ძალიან კარგად იცის რომ არანაირი ჩრდილოეთ კორეა და არანაირი არსებობს ეს ყველაფერი. ჩრდილოეთ კორეა არის უბრალოდ გამტარი და ჩინეთიდან მოდის ძალიან ბევრი რამე, რაც კი შეუულიათ რომ დაეხმაროს რუსეთს, იმიტომ რომ გარკვეულწილად ჩინეთი იყენებს რუსეთს როგორც ყინულ ჭრელს ევროპის და ამერიკის წინააღმდეგ. იმიტომ რომ მიიღოს ის თავის ინტერესები, რაც მას ჭირდება. ჩინეთი თამაშობს მრავალ კომბინაციად თამაშს. როგორც ყოველთვის ახლა. კი ბატონო. და აქედან გამომდინარე, აქ ჩვენ ხო და რას ვამბობთ? ეს ქობინები რო არის ჩინური, ხა ჩინელები ლაპარაკობენ რომ მათ დაახლოებით დაუждათ იგივე თან, 200 მილიარდზე არის საუბარი რუსეთის დახმარება. და ითხოვენ ადეკვატურად ჩვენ გვჭირდება რაღაცა, ხო რა შეიძლება მიცე? რესურსები კი ბატონო და მეორე შუა აზია ხა. მას მერე რაც ყაზახეთთან, ჩინეთმა დადო სამოკავშირეო ხელშეკრულება, სადაც ყაზახეთის ტერიტორიული მთლიანობის გარანტი არის ჩინეთის სახელმწიფო, იქ რუსულ გავლენებზე საუბარი დამთავრდა. ასევე ამერიკის გავლენებზე. ამერიკა ეს უკვე მოლაპარაკების თემაა, როგორც წამით ამერიკელებსაც სერიოზული ინვესტიცია აკეთებული. და ევროკავშირს მესური მეორე მანტრასავით 200 მილიარდი. ბატონო, ახადებს ანუ ყაზახეთი რატოა ესეთი? დიახ. ნეტა ჩვენამდე მოვიდეს როდესმე სიტუაცია და გამომდინარე აქედან ჩინეთი ამას ითხოვს, რამდენად ახლა დასავლეთისთვის ეს ძალიან რთულია ამის აღიარება, ის ამხელა რეგიონის ახლა ჩინეთის გავლენის აღიარება ძალიან ძნელია და გარკვეულწილად მარცხია. მაგრამ ეხლა ჩინეთმა თუ მოახერხა და ეს წაიღო ისე ყველაფერი როგორც მის სურვილია, მე ამიერკავკასიასაც მოადგება გესმით. კი ბატონო, იქ აზერბაიჯანს და სომხეთს შედარებით ნაკლები პრობლემა აქვს, იმიტომ რომ იქ თურქეთის ფაქტორია და საფრანგეთის ფაქტორია და ცოტა სხვა და ჩვენ ფაქტიურად ვართ დაუცველები და რატო? იმიტომ რომ ამ ჩინურ სიტუაციას, აი რუსების გავლენებს საქართველოში აზდის ჩინური გემო, ისმით. რეალურად ჩინური გემო. თუმცა სხვათა შორის, ბატონ დავით, მე ვფიქრობ, რომ რუსეთისთვისაც არ უნდა იყოს ფლატხელსაყრელი ჩინეთის ერთპიროვნული ბატონობა ჩვენთან. გამოსავალი არა. ხო, მაგას ვამბობ, ერთია რომ გამოსავალი არა და ვერ უწევს წინააღმდეგობას. რუსები კარგად იყვნენ, თვითონ იყვნენ თავის ყველა თავის საზღვრებში რა თქმა უნდა. ჩვენი პრობლემა მადარდებს და რა თქმა უნდა. ხშირად მიფიქრია ეცით ამ თემაზე რომ კი მესმის რომ ჩინეთი ძალიან დიდი ქვეყანაა, მძლავრი ქვეყანაა, მიუხედავად პრობლემებისა თუ ყველაფრისა, მაგრამ
ჩვენთვის ჩემი გადასახედიდან და საქართველოსთვის ესეთ ჩვენ ხო მათი ცივილიზაციის ნაწილი არც ვარ ყოფილვარ და არც ვართ რა. ჩვენ უფრო ეხა ვისთან უფრო მეტი გვაქვს საერთო სიტყვაზე გერმანელებთან თუ ჩინელებთან. სიტყვაზე ვამბობ, ხო გასაგებია გერმანელებთან. ანუ იმ ხალხთან ძალიან ახლო ურთიერთობაში შესვლა, რომელთანაც ცივილიზაციურად არა გვაქვს, ეს არის ძალიან საშიში ჩვენი ქვეყნისთვის. მით უმეტეს ერებთან, რომლებსაც გააჩნიათ ექსპანსიური მიდგომა პოლიტიკისადმი. ჩვენ შეიძლება ისე აქ თვითონ რომ გონზეც ვერ მოგვეგებით. ამიტომ ძალიან ჩინეთთან ურთიერთობა ძალიან ფრთხილად უნდა გქონდეს. ხა შეხედეთ რებს აკეთებენ აფრიკაში და ასე შემდეგ. არავის არაფერს არ ყველასთან ურთიერთობა კარგი არ არსებობს. არავის არაფერს არ ვაბრალებ, უბრალოდ ეს რეალურად ჩანს, ეს მათი მიდგომაა, მასე მუშაობენ, მასე აკეთებენ. ხა რასაც შეუძლია გაუძლოს სიტყვაზე გერმანიამ ან ვიღაცა სხვა საქართველოს ამას ვერ გაუძლებს. მით უმეტეს იმ ვითარებაში, როდესაც რეალური პოლიტიკური ქუდი რეალურად ჯერჯერობით არ გვაქვს. კი, ჩანს წინაპირობა და რაღაც აი ძალიან გლობალურ საკითხებში საქართველოს გადაფარებულია დღესდღეობით. დასავლეთ პირველ რიგში ამერიკის შეერთებული შტატების ქუდი გადაფარებულია ნამდვილად და აი თუ გახსოვთ ეს როგორ ხეხსოვება და ეს ბოლო მარკო რუბიოს პასუხი ვილსონის კითხვაზე ეს ხო გარკვეულ ეს ხო ჩვენთვის არ არის ეს პასუხი. რა თქმა უნდა. ეს რუსებისთვის პირდაპირ გაკეთებული და ნათქვამი რომ ამ ქვეყანას ვერსად ვერ წაიღებთ, ამ ქვეყანას თავი გაანებეთ და ვილაპარაკოთ ამ ქვეყანასთან დაკავშირებით. ალბათ ეს ვარაუდია. დიდი ალბათობით ის მოლაპარაკებები, რომლებიც მიდიოდა კიდე მიდის, რაღაცა მოხდა ისეთი, რომ რაღაცაზე ვერ მოილაპარაკეს საბოლოო ჯამში. და აქედან გამომდინარე, მეგობარი აქტის მაგის გამოძახილია და ასე შემდეგ. მე ძალიან მოხარული ვარ, ცოტა არ იყო შოშბოთი, იცით, ვიფიქრე რომ ჩვენმა ხელისუფლებამ რაიმე შეცდომა არ დაუშვეს, იმიტომ რომ რუბიოსთან დაპირისპირება პირდაპირ იქნება მომაკვდინებელი ჩვენი ქვეყნისთვის. არა, რატომ უნდა დაუპირისპირდეს? არავითარ შემთხვევაში. ის რომ ეხლა მცდელობა იმისი რომ ფიქრობენ რომ რუბიომ საქართველოზე არ თქვა, არ იგულისხმა და ასე შემდეგ, ეს კიდე სხვა თემაა და რა უნდა თქვა, სხვა რა უნდა გააკეთო. მე უბრალოდ ერთს ვფიქრობ, რომ მაქსიმალური ძალისხმევა არის დიპლომატიური კუთხით გამოსავლენი როგორმე კომუნიკაცია დამყარდეს რუბიოსთან და მის გუნდთან, როგორმე მაქსიმალურად უნდა მოუძებნოთ საქართველოს მოყვარული ადამიანები ან ქართველები, რომლებსაც შეუძლიათ და ძალუძს ამ ადამიანებთან ხმა მიაწვინონ და საუბარი გამართონ. როგორმე. ბატონო დავით, მე გეთანხმებით, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად თქვენ, მაგრამ მე ცოტა არ იყოს არაოპტიმისტურად უყურებ ამ ამბავს, ისევე როგორც არაოპტიმისტურად უყურებ, როცა ამბობენ, რომ აი ჩვენ უნდა მოვილაპარაკოთ რუსეთთან და თქვა ჩვენ საქართველოს ტერიტორიულ თავშეთ ჩვენ უნდა მოვნახოთ იგივე ამ შემთხვევაში ვიტყვი მარკო რუბიოსთან, ვინაიდან ეხლა ისეთი სიტუაცია შეიქმნა, მე მრჩება ასეთი შთაბეჭდილება, როგორც ერთ ადამიანს და როგორც ერთ ჟურნალისტს, ვთქვათ. შეიქმნა სიტუაცია, რომ ისინი იმოქმედებენ, აი ჩვენ ვხედავთ რუბიომას თქვა, რომ ჩვენ ვიმოქმედებთ ამერიკის ინტერესებიდან გამომდინარე. ეხება ეს შუა აზიას, ეხება ეს აზერბაიჯანს, ეხება ეს ტალიბებს, ეხება ეს სირიას ყოფილ ტერორისტებს. ანუ თუ ჩემი სახელმწიფოს ინტერესია, პირდაპირ ამბობს, ტერორისტიც რომ იყო კარგი ხარ. რა აზრი აქვს რამის გამონახვა? ბაპტისტა არამზადაა, მაგრამ ჩვენი არამზადაა. გახსოვთ ეს ცნობილი. დიახ, უკაცრავად. მე მესმის რომ ეს გარკვეულწილად ეს პრობლემაა და ვითარებაც არის. ასე რომ America's the first, ამერიკა პირველ რიგში. მაგრამ ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ერთი რამე, რომ ამერიკა კი პირველ რიგში, მაგრამ ახლა ტერორისტი კარგი ბიჭიაო თუ? არა, აი გამორიცხული ხა მე საერთოდ გაოგნებული დავრჩი ბოლო სიტუაციაზე, როდესაც თალიბებთან უვიზო მიმოსვლა ვერ გავიგე, იქ თალიბებში რა ავღანეთში თალიბები გამოსწორდნენ ეკონომიკა, აყვავდა დასვენება მოინდომეს ტურიზმი, თუ რაშია საქმე, მაგრამ იცით როგორ შედაბეჭდილება რჩება, რომ ვინც რუსეთთვის მეგობარია, ჩვენთვის ეგრევე მეგობარია, ვინც მტერია, ჩვენთვისაც მტერია. არ არის სწორი, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. რაც ამერიკასთან დაკავშირებით, კი ბატონო, ყოველთვის ვამბობდი, ღიათაც დამიწერე, რომ ანტიამერიკანიზმი ეს არის სერიოზული პრობლემა. ამერიკის პოლიტიკოსების და მათი პოლიტიკის წარმოების ალგორითმი უნდა იცოდე ადამიანმა, რომ მიხვდე, რომ ამერიკელები გარკვეულ წილად ხშირ შემთხვევაში ანტიამერიკანიზმს ახალისებენ კიდევაც, ოღონდ გარკვეულ ჩარჩოებში. როდესაც შენ წითელ ხაზს გადადიხარ, პასუხები მოდის ხოლმე ძალიან მძიმე და მით უმეტეს ისეთი ქვეყანა, რომელიც ჩვენა ვართ, ახლა საუბარი იმაზე, რომ ეს deep state არსებობდა და იარსებებს ყოველთვის. deep state ეს არის ბიუროკრატიის ნაკრები. ეხლა ტრამპი ანადგურებს ბაიდენის deep states, მაგრამ ანადგურებს ტრამპის deep state-ს. ჩვენთან საუბარი, იცით, არის ეს ცნობილი ანდაზა, გეცოდინებათ, რაც ეპატიება იუპიტერს, არ ეპატიება ხარს. როდესაც ტრამპი აკრიტიკებს ბაიდენს და რესპუბლიკელები დემოკრატებს, ეს ერთი თემაა. მაგრამ როდესაც საქართველოსთან სხვა ქვეყნიდან მიდის ასეთი, ასე ვთქვათ, ხშირ შემთხვევაში არა კორექტული, ასე ვთქვათ, მიმართვები,
ეს სხვა პრობლემაა და იქიდან აბსოლუტურად სხვანაირად იღებენ ამას. ის მათ ეპატიებათ ის ერთმანეთში, მათი შიდა საქმეა. შენ არ გაჩერდი რა გინა Deep State გლობალური ომის პარტია ეს მინდა არ არის სწორედ ჩვენ მაქსიმალური ანუ ის პრინციპი აი სადათვი რომ მოგება ბაბაია დაუძახეო მხოლოდ ჩრდილოეთით არა დასავლეთითაც მოგდება კი ბატონო ეს თეზა სადაც ძალიან ცუდი ანთაზა ეგ მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს არა ის როგორ გააჩნია ხარ აი რუსთაველიც ამბობს სადაც არაჯობს გაცვლაჯობს კარგი სამამა ჩვენ არ გვაქვს შავთეთრი ხედვა არც არასწორი ხედვა ქრისტიანულიც არ არის შავთეთრი ხედვა კარგი ცუდი აქედან გამომდინარე ამ ვითარებაში როდესაც ვილსონის თემაც უნდა ვიცოდეთ, როდესაც ეპიტეტებით ამკობენ სხვადასხვანაირად და სერიოზულად არ აღვქვენ. ვილსონი არის ლინსი გრემის, ასე ვთქვათ, ჯგუფის და კლასტერის წევრი. ძალიან ცუდი ბატონო დავით თუ ვილსონი არის კლასტერის წევრი და ასე არაპროფესიულად და უსამართლოდ და ცუდად იქცევა, ძალიან ცუდია. ბატონო, მესმის განსაკუთრებით პოლიტიკაში, მithumedas დიდ პოლიტიკაში სამართლიანობის ძებნა აი თქვენ როგორ მე მიფიქრი აი იმ ადამიანს აქვს თავისი მიზანი ხო თავისი დავალება სვამს კითხვას აი როგორ შეიძლება ამ ადამიანთან თქვათ საქართველოს ხელისუფლება მონახოს გზა უნდა მონახოს ეს არის აი როგორ არის თქვენი აზრით აი თუ არსებობს ასეთი პრეცედენტი მეც მიფიქრია ამაზე აი ჩვენთან მეგობარ აქში ფაქტიურად ის არის ასე ვთქვათ შპარგალკა ფაქტიურად რა იქ არის ნათქვამი რა უნდა გააკეთოს საქართველოს ხელისუფლებამ მისთვის რომ გადატვირთვა მოხდეს რა სიტყვენ პირველ რიგში რა ისინი ხედავენ ამას ალბათ ინფორმაციებიც აქვს ის რასაც ჩვენ ვერ ხედავთ ჩვენ არ ვიცით არა გვაქვს რომ საქართველოს იცვლის ნელ-ნელა ვექტორს და დგება იმ ქვეყნების რიგში როგორიც არის წერია ეკვირდები რუსეთი ირანი ჩინეთი აბა რა გააკეთოს საქართველოს აი ზუსტად ხო რა უნდა ეს ამაზე მინდა ვისაუბრო ჩვენ უნდა შევთავაზოთ პირდაპირ უნდა შევთავაზოთ რომ კი ბატონო ჩვენ მოყვებით ჩვენ გვინდა თქვენ ცივილიზაციის ნაწილი ვართ, იმიტომ რომ ჩვენ თქვენი ცივილიზაციის ნაწილი ვართ და პლუს უძველესები ვართ, ჩვენ ქრისტიანები ვართ, ეთრები ვართ და ასე შემდეგ. ზეზვა და მზია ყოლ. კი, ზეზვა და უძველესიერი ვართ და უძველესი ქრისტიანული ცივილიზაცია, მათი ნაწილი ვართ. მოვაწეროთ სამოკავშირეო ხელშეკრულებას ხელი. მithumedas იქიდანაც არის სურვილი, როგორიც ვთქვათ, ისრაელზე არ ვამბობ, ჩრდილოეთ კორეის, იაპონიის, ან ასე შემდეგ, იმის აივანის მსგავსი, გადაგვაფარეთ თქვენი ქოლგა და კი ბატონო, პრობლემა არის, რომ ჩვენ რაღაცით გარანტირებულები ვიყოთ, თორე ესე რომ ტოვებ ფაქტიურად და მარტო ლაპარაკის დონეზე მაკრიტიკებ, ძალიან რთულია, იცით? მე მესმის ეს ეხლა რუსეთი რაცა უნდა დაიშალოს, დასუსტდეს, იმას ყოველთვის ექნება ძალა, იმისი რომ ჩვენ სხვადასხვა წონითი კატეგორია. აქ იმაზე არის ლაპარაკი რომ ვიღაცას თავგანწირო არ შეუძლია. რამდენი ლეგენდა უნდა გქონდეს, აი რამდენი. შეგვიძლია თავგანწირო და მე რა და დავიხოცებით და შედეგი დიპლომატიის ამოსავალი წერტილი. ყველაზე მაგარი დიპლომატი მაშინ ხარ როცა შეგიძლია მტერი გადააქციო მოყვარებს რა თქმა უნდა. და კიდე მთლად აი კიდე საუკეთესო მაგალითია გმირობა არის ძალიან რთული საქმე. ეკეთს ვიხრი უზარმა ძალიან რთული ამას უნდა ძალისხმევა რწმენა და ასე შემდეგ ჭირდება მაგრამ იცით უფრო ძნელი რა არის გადარჩე და გაიმარჯვე აი სხვადასხვა მე მათი სულები გაანათლოს ღმერთმა რაზეა ლაპარაკი ნათელში იყვნენ ცხონდნენ რაზეა ლაპარაკი მაგრამ ამდენი ლეგენდა აღარ მინდა იმიტომ რომ თავგანწირვას ის მაშინა აქვს ფასი ჯერ ერთი შენ ამას უნდა იყენებ და შენი იდეოლოგიისთვის ახლა ცუდ რამეს ვაბო არა რატო ამბობ ცუდ რამეს და მეორე ამას უნდა შეეცვალა შენი გეოპოლიტიკური მოცემულობა ხო რომ ეს იყოს გამართლებული ის გმირია ის ცხონდა ის საერთოდ სხვა სიმაღლეზე ავიდა ის სხვა განზომილება ის საერთოდ ხა ანწუხელიძე არის აბსოლუტურად სხვა განზომილება აბსოლუტურად აი შინდისის ბიჭი აი ეს სხვა რაღაცაა სხვა ამას და ჩვენ კიდევ გვინდა ამას არასოდეს არაპატიებს საქართველოს რუსეთს პუტინს არაპატიებს და არც უნდა აპატიოს ისე როგორც ჩვენ ხო გვახსოვს ის რაც მომხდარა საქართველოს ისტორიაში ეს სულ გვახსოვს მაგრამ ამას უნდა შეეცვალა გმირობამ და თავგანწირვამ მე ასე მესმის უნდა შეცვალოს მოცემულობა და თუ მოცემულობა იგივე რჩება ან მძიმდება მაშინ შენ თავი არ უნდა გასწირო იმიტომ რომ უნდა გადარჩე ანუ ვეთანხმები უნდა გადარჩე და გაიმარჯვე ასე აკეთებდნენ ჩვენ დიდი წინაპრები ყოველთვის ცდილობდნენ ისე გადაელაგებინათ სიტუაცია უმძიმეს დამპრობლებთან რომ ფაქტიურად ყოველ საუკუნეში ჩვენ დადებითი ბალანსი გქონდა მათთან ურთიერთობის ყოველ საუკუნეში ეხლაც შეგვიძლია მაგრამ ამის საჭიროა ცოტა სხვანაირად ვიმოქმედოთ და საერთოდ დრო არის ვფიქრობ რომ პოლიტიკური სპექტრის ასე ვთქვათ რებრენდინგიც მოხდეს იმიტომ რომ რა ჩვენ ქვეყანაში ხდება ეს არის წარმოუდგენელი თემა
ეხლა აი დაუბრუნდები იმ მომენტს რუსეთთან დაკავშირებით და მინდა მცირე ექსკურსი გავაკეთო, იმიტომ რომ ჩვენთან აი იცით აი ლეგენდის დონეზეა ყვანილი რუსეთის უძლეველობის მითი. ეს ნუ წარმოვიდგინე. ერთ მხარეს რუსეთის უძლევენ, მეორე მხარეს ჟანგიანი ტანკები. კი ბატონო, ეს ორი უკიდურესობა. არ შეიძლება, ეს არ არის სწორი. რუსეთი არის ის რაც არის, მაგრამ მოდით ახლა შევხედოთ ძალიან ელემენტარულად რა მოხდა უკრაინის ომის პერიოდში. ადრე თქვი და თქვენც იცით და ჩვენც რუსეთის ასე ვთქვათ რეალური ზრახვები და მათი რეალური სურვილები უკრაინასთან დაკავშირებით ეხლა ის დაპირისპირება 56 ქვეყანას ეომება და უძლებს არავის არანაირ 56 ქვეყანას არ ეომება უკრაინას, რომელსაც ეხმარებიან ისევე როგორც ჩინეთი ეხმარება რუსეთს. მაგრამ სხვა რამის თქმა მინდა შეხედეთ პირველი პრობლემა რუსეთს, როდესაც წითელი ხაზი ყველაზე მძიმე მონაკვეთებს ვიტყვი, ყველაზე რთულს. და ვისაც გნებოთ შემეკამათოს, რომ ესე არ არის. პირველი, როდესაც გახდოთ ის ცნობილი ზირნავა ეს ძელკა. კი, როგორ არა. როდესაც ვაკიბუქებდნენ რუსები და გამორიცხული აქედან არც ერთი გემი არ გავა. ჩვენ დადის გემები? უპრობლემოდ დადის და იმავე წამს და სამარცხვინო ამბავი არა ხოცავენ ერთმანეთს და ხორბალს ყიდიან ფულს. კიდე არა მარტო ხორბალს. არა მარტო რა თქმა უნდა. ეს პირველი გადაყლაპა პუტინმა. რუსეთზე პუტინმა გადა. მეორე ვარიანტი, როდესაც ფინეთი და შვედეთი მიიღეს ნატოში. მაგრამ აი ბატონო და აი მაგაზე მე მიფიქრია ძალიან ბევრი და აი მე მაქვს ასეთი არგუმენტი თქვენ მითხარით თუ არასწორია. ფინეთი და შვედეთი მე არ მგონია რუსეთისთვის პრობლემა იყოს ნატოში იქნება არა ანუ ცდები თუ არ იქნება მას არ ქონია ეს ჩემი აზრით მისი ინტერესების და გავლენის სფერო არ იყო თუ ცდები თქვენ გამისწორეთ მე ისე მგონია და ისევე არ ირეაგირებდა ყოველთვის მე ასე მგონია ფინეთსა და შვედეთის ნატოში გაწევრიანებაზე როგორც ვთქვათ ირეაგირებდა საქართველოს მოლდოვის ან უკრაინის გაწევრიანებაზე ან შუა აზიის რომელიმე სახელმწიფოსი. გალტონინო, ფინეთი თავის დროზე იყო რუსეთის იმპერიის ნაწილი. კი, როგორ არა მახსოვს. გარდა ამისა, სერიოზული საზღვარია ფინეთი. კარგად გვასწავლიდან ისტორიას კი ბატონო. ნამდვილად კარგად გვასწავლდნენ. ნამდვილად მე ირონიულად არ მის შემთხვევაში ხო იყო რაღაც არასწორი რაღაცები, მაგრამ ისტორიას ნამდვილად კარგად გვასწავლდნენ. უზარმაზარი საზღვარია თითქმის 1000 კილომეტრი. კი, დიდი საზღვარია, დიახ. ფინეთიდან პეტერბურგამდე სიტყვაზე ატომური ქობინის მიტანა შეიძლება 2 წუთში. 2 წუთში, რაც გამორიცხავს ყველანაირი საპასუხო დარტყმის ალბათობას. და თავდაცვასაც მათ შორის. F-35 რო აფრინდეს ფინეთში ტრასიდან ის საშუალებაც აქვს. წუთნახევარში 2 წუთში პეტერბურგი აღარ იარსებობს. მოსკოვი მე საპასუხოს ეხა არა მე ვამბობ რას იცით მე კი არ ვამბობ რომ ეს მოხდება და ეს საშინელება იქნება საშინელება მე ვამბობ რომ პრობლემა არის თუ არა ეს სერიოზული პრობლემაა გარდა ამისა ეს ფინეთი შვედეთი და დანარჩენი ის ქვეყნები რომლებიც ბალტიის ზღვას კეტავენ რომელიც არის ერთ-ერთი გასვლელი რომელზეც პეტრემ მილიონობით ადამიანი იომა და მილიონობით ადამიანი დაწვა პეტერბურგი რო აშენა სადაც ძვლებზეა აშენებული პეტერბურგი რა თქმა უნდა ეს არის ფანჯარა რომელიც მან რეალურად გაჩერა ევროპაში აი ამ ფინეთის და შვედეთის მიღებით ეს ფანჯარა იკეტება იმიტომ რომ ბალტიის ზღვა ფაქტიურად ხდება ნატოს შიდა ზღვა და ეს პრობლემაა ანუ როგორ გამოდის იცით უკრაინისთვის არა და საქართველოსთვის თუმცა მე სიმართლე გითხრა ნატოზე არც არასდროს არ მქონია გადარეული არც არასდროს არ ყოფილვარ და არც თვლი უამრავი სხვა კავშირიც არსებობს და კიდე ერთხელ ვამბობ სამოკავშირეო ხელშეკრულება ამერიკის შეერთებულ შტატებთან ეს არის ჩვენი და ევროკავშირში გაწევრიანება ამაკიდან გამომდინარე ფინეთის პრობლემა, მაგრამ ნუ ასე თვლიან და ასე აპიარებენ და ასე აწვდიან თავის მოსახლეობას. მესამე, როდესაც უკრაინას მისცეს უფლება რუსეთის ტერიტორიის დაბომბვის. ეს ნიშნავს იმას, რომ უსაფრთხოების დოქტრინა მაპატიეთ ამ სიტყვის გულისხმობ თავზე გადაახიეს და პუტინმა მიიღო ეს წითელი ხაზიც გადაყლაპა. შორს აღარ წავალ მე და ეხლა ვიტყვი ბოლოს. რომელიც თუ მოხდა, აი იმიტომ ვამბობ, მე იმიტომ ვთქვი სათავეში რომ სახი ოპერაცია პუტინისთვის სახის შენარჩუნება მოქმედებაში. მაქსიმალურად ამერიკის შეერთებულ შტატებს ერთ ანგლოსაქსონურ საყვარელს რუსეთის დაშლა არ უნდათ იმიტომ ზუსტად რომ ეს დაშლა გამოიწვევს ჩინეთის არაადეკვატურ გაზრდილიერებას. ურჩევნიათ რომ ეს რესურსები ისე უუნარო რუსების ხელში იყოს ბრჭყალებში და საგვირელია უუნარო იმიტომ რომ სად ეხა ჩინეთის ტექნოლოგიური განვითარება და ჩინეთის ძლიერი და სად რუსეთის ძლიერი ამ საკითხში ახლოც არ არის ერთმანეთთან ხო ან მათი კონტროლის ქვეშ იყოს თუ ეს არ გამოვა მაშინ რუსეთი უნდა დარჩეს რომ იქნებ გრძელვადიან პერსპექტივაში ის გამოყენებული იქნას ისევ ანგლოსაქსების ხელში როგორც არაერთხელ მოხდა ნაპოლეონი გიტლერი და რა ვიცი იმავე ჩინეთის შესაკავებლად მაგრამ თუ ამაზე ხელი მოაწერა ახლა ოვამ ისე რომ მას კონსტიტუციაში აქვს შეტანილი ხალხის აი ეს სხვათა შორის ვერაფრით ვერ ახსენი რა საჭირო იყო ასეთი სიჩქარე
სიჩქარე რა საჭირო იყო ის შეტანა რაც ჰქონდა თქვა დაკავებული უკვე აი ეს სიჩქარე ვერ ახსენე არარაციონალური მეჩვენა რა გათვლა შეიძლება ყოფილიყო დიახ თავის დროზე თუ გახსოვთ სურკოვის შიდა პატიმრობაში იყო ბესედა შიდა პატიმრობაში იყო ეს ის ხალხია რომელმაც ახლა პუტინი მართლა მერტი ხო არ არის ყველაფერი იცოდა ის დამოკიდებული ინფორმაციაზე რომელსაც მას აწვდიან თავის დროზე ის დააჯერეს რომ მას უკრაინაში ელოდებოდნენ ცხლებს სულ პურით და მარილით და ისეთი მეხუთე კოლონა იყო რომ მას ტაშის ცემით და იმით შეხვდებოდა ისინი დაჯერეს სხვათა შორის მე შემდეგ წერდი ამ რუს პოლიტიკოსებს 2008 წლის შემდეგ და ვკითხე აი ესენი ხო იმასაც გაუწეს სამეგრელოში რო ეგონათ ჩვენთან რომ რუსი ჯერ შეხვდებოდა ის გაუსუვე კითხობდა ის საიდან მოიტანეთ ეს აბსურდი რომ საქართველოს რომელიმე კუთხეში დამპყრობელს შეხვდებიან არც შეიძლება რაღაც არ შეგივარდეთ ტანკს არ შეუვარდეს მაგრამ როგორ შეხვდება დამპყრობელს სიხარული ჩვენი ისტორიის მქონე ერი არც ერთ დამპყრობელს ვინც გინდა იყოს გინდა გერმანელი იყოს და ვინც გინდა იყოს არავის არ დაუწვევა და ყველას გაუწევს წინა მათ შორის რუსსაც გაუწევს მიუხედავად იმისა რომ ძალიან ხშირად მესმის რომ ჩვენ არც თავი არ აქვს ეს არ შეგვიძლია ყველაფერი შეგვიძლია რაც შეგვიძლია იმას გავაკეთებთ სწორი პოლიტიკის გატარების შემთხვევაში ქართულს იმხელა სული აქვს და პოტენციალი და შინაგანი სიძლიერე რომ მომხვედურს ყოველთვის გასცემს სულ მე ხა დიდი სპომა რომ შახინის კამო შემიძლია თქვა საქმეზე რომ მიდგეს გავიკეთო მერთმა დაიფაროს ეს ჩვენი ქვეყანა ჩვენ საქართველოს ქვია ჩვენ ქართველები ვართ და ეს ჩვენი სამშობლოა არავის არ აქვს უფლება ამ ქვეყნას რამე წაგლიჯოს მაგრამ ბოლო მომენტამდე უნდა ვეცადოთ რომ გადავჭერდა მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ თუ არ გამოდის ახლა რა თქმა უნდა არ გამომა მაგრამ უნდა ვცადოთ და ამიტომ ამბობ აი ეს თუ მოხდა ეს სიტუაცია და აი ამ ხაზზე გაჩერდა ეს სადაც არის ეს რა შეიყვანეს ხერსონის ოლქი, ზაპოროჟიეს ოლქი, დონეცკის ოლქი, ლუგანსკის ოლქი. არც ერთი ბოლომდე დაკავებული არ არის. ბოლომდე არ არის დაკავებული. არც ერთი, მათ შორის არის. ვენსმა თქვა არა, ჩვენ ვერ მივცემთ იმ ტერიტორიას, რაც არ დაუკავებია. მე ეს აღვიქვი მწვანეთ. რომ დაიკავეთ თუ ბიჭი ხარ და მოგცემთ. წინა გადაცემაში ხო ისაუბრეთ. ვერ დაიკავებს, არ ყოფნის იმდენი ძალა ეხა. Вторая армия в мире ლაპარაკობ. ეხო გამოჩნდა კაკა вторая армия в мире. მე ისაუბრები რომ ევროპას არაფერი არ შეუულია და ევროპის ეს ხანდახან ისეთ აი მიკვირს ხოლმე. ანგაჟირებული ხალხის მესმის რომელიც ანგაჟირებულია და ამას საუბრობს გასაგებია მაგრამ ადამიანი ხო უნდა დაფიქრდეს რომ ევროპის საწყობები ცარიელია კი შეიძლება ცარიელია მაგრამ ეს ეხება 155 მილიარდიან კობინებს დანარჩენი ეხება უკრაინაში ეს ლეოპარდები რომ მიაწოდეს და ყველა რო ფიქრობს რომ არიქა და გერმანიას ლეოპარდები არ დარჩევა ეს ლეოპარდები არის 60-იანი წლების ლეოპარდაძინ ლეოპარდ 4-ზე უკრაინელებს მიაწოდეს ჩამოსაწერი ნუ ამერიკელებმა გარკვევას პატრიოტების ისინი ძველი სისტემებია პირველი პატრიოტებია თავიანთი ახლები შეინახეს ახალი არა ყველაფერი შენახული აქვს მათ შორის თვითონ ყველაფერი აბსოლუტურად ამიტომ არ უნდა იომოს ხვის ომში კი ბატონო მაგრამ უკრაინას თვითონ რუსეთმა პუტინის აი მისი ფიასკოა ეს არ გათვლა იმ სიტუაციის რაც მას უკრაინაში შეელოდება. კი, ნამდვილად. ის ხო ისეთ ხაფანგში მოხდა, საიდანაც გამოსავალი არ არის. გარდა იმისა, რომ უზარმაზარი დანახარჯინახა ეკონომიური და ადამიანური და ასე შემდეგ, პლუს ფაქტიურად ჩინეთის ვასალი გახდა. ადამიანი, რომელსაც პრეტენზია ჰქონდა სახელმწიფო, რომ სახელმწიფოა და იმპერია და ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიებს თვლიდა, რომ ეს მისია და ამას აწვებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ ეს ჩემი ვოჩინა, ასე ვთქვათ, ეს ჩემი გავლენის სფერო და მე უნდა ვიყო აქ. გამოჩნდა ის სიტუაცია რომ ელემენტარულად არა აქვს მეორე არმია კი არ არის და თქვენ წარმოვიდგინეთ ახლა ის არმია რომელიც შევიდა უკრაინაში ის მომზადებული ხალხი და დღევანდელი ხალხი ეს მიუხედავად იმისა რომ ამათ გარკვეულწილად რაღაცა მოაგროვეს გამოცდილება ის ხალხი მაინც უფრო მომზადებული იყო რომელიც შევიდა პირველი 350,000 კაცი ესმით ხო რა თქმა უნდა ისე როგორც უკრაინაში ისე რასაკვირველია უკრაინაში საშინელი მდგომარეობა ეხლა მე შორს ვარ იმასგან მთელი უკრაინა აქ რომ დაინგრა უკრაინა და არაფერი არ დანგრეულა კი ის ნაწილი დაინგრა მაგრამ ეხლა შეხედეთ აი ამასაც შეხედეთ როგორ არ აქცევენ ყურადღებას აი გავიდა ეს ხაზი შეწყდა ომი ის რაც დანგრეულია რჩება რუსეთის მხარეს კი თავისივე დანგრეულს მის დანგრეულს აძლევენ მას და ამ ეკონომიურ სიტუაციაში ყოფი ქვეყანა კიდე არ შეღავათი მე უკრაინას და უკრაინელებს და ვინც იქ ცხოვრობდა მშვიდობიან ხო არავინ არ ფიქრობს უკრაინაზე და ასეთ რაღაცას რატო ვაკეთებთ ამ აქცენტს ყოველთვის რომ ჩვენ საზოგადოებაში ბევრია ესეთი ადამიანი რომელიც ამას არ აქცევს ყურადღებას და არ შეიძლება რომ ამას ორი მხარე აქვს ყველაფერს კი გასაგებია რუსეთს ეს მოუდა უკრაინას უკრაინა ტრაგედია ამდენი 10 მილიონი კაცი ქვეყნიდან გავიდა უამრავი ადამიანი დაიხოცა მე ალბათ ვიტყვი ჩემთვის ისიც მეწოდება და ისიც მეწოდება. კურსკის ოლქში რომ იბომბებოდა ხალხი მოსახლეობა, ისე რა დააშავეს იმათ რეალურად. ყველა კი არ უჭეს მართლა პუტინს ხარს და შოიგუს და ამ იმეებს. გავროს და მისნაირებს.
ან მაშინ რა განსხვავება შენსა და იმას შორის დამოკიდებულებას ეს ცოტა სხვაგვარი მიმართულებაა და აქედან გამომდინარე ეს ამდენი წითელი ხაზები რუსეთი უკვე იძულებულია რომ რაღაცნაირად გამოსავალი იპოვოს მე თვლი კი არა დარწმუნებული რომ მოლაპარაკებები დიდი ხანია მიდის და მოლაპარაკებულები არიან იმაზეც როგორ უნდა გადაწყვიტონ უბრალოდ საბაბი იპოვეს რა სტამბოლში ვითომ რაღაც და მე ეხლა ვატიკანი უბრალოდ უტოვებენ კიდე ერთი კამპანიის სამხედრო კამპანიის წარმოების საშუალებას შეგიძლია აბა ვნახოთ რა შეგიძლია კი ბატონო შეძლებ თუ არა და всё გეყოფა წინააღმდეგ შემთხვევაში იყო მერდოკის გაზეთებშიც დაიწერა ეხლა ნიუ-იორკ პოსტი და Wall Street Journal და ასე შემდეგ რომ აი ტრამპს უაიძულებენო ესეთ მდგომარეობას. ტრამპი იძულებული გახდება მიუხედავად იმისა, რომ ეს გეშეფნი დიპლომატია აქვს, მოგება უნდა და ასე შემდეგ, იძულებული გახდება რომ პუტინს უთხრას, ვიცი რა ბობა, მე არ მინდა. მაგრამ მე ისეთ ქვეყანაშია, რომ მე მაქსიმალურად მაწვევა სენატი, კონგრესი და მე მათ წინააღმდეგობას ვერ გავუწევ. აი მომაწერე ხელი თორე მე სენატი დამოვალდებულებს ახლა და 2 მილიარდის იარაღს მივცემ ახლა უკრაინას. გავაკიდე 10 დღე. მივცემ მე 3 მილიარდის. მე მივცემ 5 მილიარდი და საშუალება არ აქვს თუ იარაღი არა. რა თქმა უნდა. და ეს პუტინისთვის არის მომაკვდინებელი. აი ძალიან საშინელია. ჩემთვის რა სიმართლე გითხრათ, საერთოდ არ მაინტერესებს პუტინი ამ მდგომარეობაში. არც მე არ მაინტერესებს. იქ მარტო მხოლოდ იმ ჭრილში რაც ჩემ ქვეყანას ეხება და მინდა რომ რა ვქნა როგორ ვთქვა. ხო ის ამერიკას არ მაინტერესებს მხოლოდ ის ჩვენ. არც ევროკავშირი, არც ჩინეთი და ჩვენ რო დავლაგდეთ. უყურებ ისეთ სიტუაციას რომ აი ჩვენი ქვეყნისთვის სად ჯობია დღეს ყოფნა. რატო არ უნდა ვიყო იმ ევროპასთან იმ თუნებათ იმ ადამიანის უფლებები და არა მარტო უფლებები ხო არ არის ჯანდაცვა, არის ტექნოლოგიები, არის წინსვლის პერსპექტივა, არის სამუშაო ადგილები, არის პენსიონერისთვის ღირსეული ცხოვრება და ასე შემდეგ. ჩვენ თვითონ უნდა გავაკეთოთ. ჩვენ თვითონ უნდა გავაკეთოთ, მაგრამ ჩვენ თუ არ დაგვეხმარენ, ჩვენ ძალიან სერიოზული წნეხი გადავიტანეთ. და ეხლაც დღესაც აი არ შეიძლება რომ მოსმენელი არ ქონდეთ, თქვენ სოციალურ ქსელებში ხო წაღებულია ყველაფერი, დასავლეთმა დაანგრია ქართული ეკონომიკა. ნუ მეცინება ხოლმე, მაგრამ ასე მოიტანეს და ანტიპროპაგანდა კიდე ქართული ეკონომიკა დაანგრია იმან, რომ ქართველებმა გადაწყვიტეს, რომ იმპორტზე გაეკეთებინათ ფული. აი ამან დაანგრია ქართული ეკონომიკა. მაგანაც გარკვეულწილად გეთანხმები თავიდან ბოლომდე. ოღონდ არის ერთი მაგრამ. ვერ დაანგრევ იმას, რაც შენ არ გეკუთვნის. ფაქტიურად ქართული ეკონომიკა უკვე 25 წელიწადი არის რუსების ხელში. მით უმეტეს მიშას დროს ფაქტიურად ყველაფერი მიუხედავად იმისა რომ სუდაპირისპირებაში იყო ყველაფერი არის მიყიდული ყველა დიდი ობიექტი მიყიდულია რუსეთს ეს ხო სიმართლეა და ეხლა ვერ გავიგე ერთადერთი რა მიყიდეთ ეს იყო ცენტრალური მაგისტრალი გასადენი კი ბატონო ის ამერიკელებმა უცხო ერთადერთი ხაზია ტაბუა და დანარჩენი ხაზი ყველაფერი მათ მიყიდეს კი ბატონო და რა გამოდის ახლა აქედან რომ რუსეთი აპირებს იომოს საქართველოში ეს ვამბობ ამაზე აბა უმიგინდათ აპირებს საქართველოში იომოს და დაანგრიოს ის საკუთარი ბიზნესი რომელიც არის მის ხელში. მაგრამ მე ომი არ მინდა. არც არის საფრთხე ადამიანი არ დაანგრევს საკუთარ ბიზნესს იმისთვის რომ რაღაცა ამორფული გამარჯვება მოიპოვოს. როდესაც შენია ის, შენ ომი აღარ ჭირდება, ის შენია. და დღეს ფაქტობრივად თუ გააკეთებ კაფეო მოძრაობას რატო არ დაუწევ რა მაინც არა? კაფეო მოძრაობა უნდა გააკეთოს საქართველოს. ვერანაირ კაფეო მოძრაობას ვერ გააკეთებს. ჩვენ არ გვაქვს მაგისა. ელემენტარულად წინა გაცემაში საუბრობდით. საქართველოს იქამდე მიიყვანეს, რომ ჯარის გაძლიერების საშუალება გვაქვს აკრძალული. არა მარტო ეგ, აი ამბობენ, აბა რუსეთიდან შემოდის გაზი, ნავთობი, საჭმელი და ასე შემდეგ. რატო შემოდის რუსეთიდან მაინც და მაინც? სხვა ბაზრები არ არსებობს. იმიტომ რომ ესია გადაწყვეტილი და ასე არის ნაბრძანები და ასე აქედან უნდა შემოიყვანო მურჩა. შენ ვერ ჩაანაცვლებ სიტყვაზე უკრაინული, თქვა ბურღეულით. იმიტომ რომ არა უნდა იყოს მარტო რუსული. იმიტომ რომ მათი გავლენის სფეროა და ასე თვლიან ისე. ხო, ამცი მაშინ რაღაცა ქნან ამერიკელებმა. რასაკვირველია? რომ არ იყოს გავლენის სფერო რო არის ეს ამერიკელი დიპლომატიის სისტემის ბრალია. ჩვენ ერთ რამეში უნდა ჩამოყალიბდით რა. ჩვენ არ გვაქვს დღეს მომწონს, არ მომწონს, ასე ჩვენ არ ვეღარ ვასწრებთ. ხო, ვეღარ ვასწრებთ. კი ბატონო, ორი სიტყვით დავახავე დავამთავრე. საქართველოს მარტოს არა აქვს საშუალება, რომ პუტინის კლანჭებიდან უპრობლემოდ დაიხსნას და ჩვენ გვჭირდება დახმარება, რეალური დახმარება, ოღონდ შეშფოთება, აღშფოთება და ასე რეალური დახმარება. ამის საშუალება დაგვეხმარენ ძალიან ბევრი. რეალ დღეს რო ჩვენი ქვეყანა არსებობს, ეს ამერიკელების ამერიკის შეერთებული შტატების უდიდესი ლოგისტიკა რა იგივე, შორს ამიყვანს ახლა უდიდესი. მარტო ჯანმრთელობის ამბავში და ტუბერკულოზის ელიმინაციის პროგრამა 4 მილიარდზე მეტი დაჯდა და სამხედრო თემაზე აღარ ვლაპარაკობ. იქ ჰქონდათ ცდილობები რაღაცეების, მაგრამ ყველა გააჩერეს, მაგრამ მეტი გვჭირდება.
კი ბატონო, ეს აყო ძალიან დიდი მადლობა, პირიქით, დიდი პირიქით. ბოდიში რომ ესე როგორ შეგაწყვეტინეთ, ჩვენ მცირე ხნით დავემშვიდობებით ერთმანეთს რეკლამის გამო, დაგველოდეთ, მალე დავბრუნდებით.